ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ გქონდეს სწორი სტრატეგია ივანიშვილის რეჟიმის შესაცვლელად და ამისთვის ვამბობთ, რომ არჩევნების გზა არის ერთადერთი სწორი გზა. სხვა გზები ჩვენ ვნახეთ რა იყო და წარუმატებელი, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ მეტი პოლიტპატიმარი, იმედგაცრუება და მარცხი მოიტანა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობთ, რომ ყველა ბრძოლის ველი უნდა იყოს გამოყენებული და ივანიშვილი, როგორც პრორუსული რეჟიმი, უნდა დავამარცხოთ ყველა ველზე. იყო ეს მუნიციპალური არჩევნები, იქნება ეს საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ვითხოვთ და ეს მოთხოვნა არ გამქრალა არსად. ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად. მაგალითად, ჩვენი კოლეგები, რომლებიც ჩვენ საყვედურობდნენ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას, ხო, ალბათ გამარჯვებულ, აწუყვე გამარჯვებულ პეტერ მადიარს ბრალს წაუყენებდნენ, რომ ის არის მოღალატე და რუსულ სპეცოპერაციაში ღებულობდა მონაწილეობას. უნგრეთის ვიქტორ ორბანი პრორუსი პოლიტიკური ლიდერი იყო პრორუსი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც პირდაპირი კავშირები, უშუალო შეხვედრები პუტინთან ჰქონდა. მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვიდან, ლავროვის მხრიდან პირდაპირ ღებულობდა დავალებებს და ამის სატელეფონო ჩანაწერი მოსმენილი გექნებათ, რომელიც გასაჯაროვდა, პირდაპირ ღებულობდა დავალებებს. ამის პარალელურად ვიქტორ ორბანს სრულიად ოკუპირებული ჰქონდა სასამართლო სისტემა ივანიშვილის მსგავსად. საარჩევნო სისტემა იყო უზომოდ რეპრესიული, უზომოდ უსამართლო, უკანონობაზე დაფუძნებული, წარმოუდგენელი. მე როგორც იურისტი ვეცნობოდი ამ საარჩევნო სისტემას, მე მსგავსი უსამართლო სისტემა მართლა არსად არ მინახავს. მედიის 80%-ზე მეტი აქვს ჰქონდა ოკუპირებული ვიქტორ ორბანს. არ არსებობდა თავისუფალი კრიტიკული მედია, რომელიც პეტერ მადიარის საქმიანობას აშუქებდა. სატელევიზიო არხებზე უბრალოდ არ არსებობდა. წარმოგიდგენიათ, როცა ვსაუბრობთ ამ ელექტორალურ ავტორიტარიზმზე, იმ სამეცნიერო ნაშრომებში მათ შორის სხვა მსოფლიო დონის პოლიტოლოგების მხრიდან პირველად ელექტორალური ავტორიტარიზმის სიტყვათ წყობა გაჩნდა ორბანთან მიმართებაში. მართლა ეს ფაქტობრივი მოცემულობაა. თავის მხრივ ის, რომ ორბანი იყო რეალური ოლიგარქი, მხოლოდ ბოლო 14 წლის განმავლობაში, მხოლოდ ოფიციალური ტენდერებით მას და მასთან დაახლოებულ 12 მეგობარს ესე ეძახდნენ, სხვა ჟურნალისტური გამოძიებებია იქ, ტელეგრაფის სხვა საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტური გამოძიება, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ტენდერებიდან 30 მილიარდი ევრო აქვთ მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანუ საუბრობთ მხოლოდ სატენდერო ხელშეკრულებებზე. იმის მიღმა, რა სიბინძურე და კორუფცია დაატრიალა ორბანმა და რა ფულის მობილიზება და ფინანსების და რესურსების მობილიზება შეძლო, ეს სხვა საკითხია. რაზე ვსაუბრობთ ახლა? არ ვსაუბრობ არც ნიშნის მოგებით, არც რაიმე განცდით, რომ აი ხო მართლები ვიყავით. კი, სამწუხაროდ მართლები ვიყავით და სამწუხაროდ ვერ ავიყოლიეთ ჩვენი კოლეგები. როცა გქონდა შესაძლებლობა გაგვეთავისუფლებინა ქოციანობისგან დიდი ქალაქები, მაგალითად თბილისი, სადაც ოპოზიცია, მათ შორის ბოიკოტის მხარდამჭერი ოპოზიცია, ღიად საუბრობს, რომ თურმე 20% აქვს კალაძეს მხარდაჭერა თბილისის მოსახლეობის. და ამ დროს შეგვეძლო, რომ თბილისი წამოგვეღო და ერთ-ერთი ჩემი ცნობილი ფრაზა თბილისის გამოგლეჯვის შესახებ გახდა საღლიცინო ვიღაცისთვის სასაცილო კრიტიკის საგანი და ამ დროს აი ამ ჩვეულ არჩევნებში, რომელიც ძალიან რეპრესიულ ფონზე მიდიოდა, ძალადობის, რეკეტის, უმნიშვნელოვანესი დარღვევების ფონზე მიდიოდა, ამ დროს ვნახეთ, რომ ქვეყანა გამოგლიჯა მადიარმა ვიქტორ ორბანს, პრორუს ავტორიტარს და მინდა რომ შემოვიტანო, მესმის თქვენი პოზიცია, დიდი ხანია მყარად გეხართ ამ პოზიციაზე, მაგრამ აი როდესაც არჩევნებზე არის საუბარი, კი, უმძიმესი იყო ის საარჩევნო სისტემა, რომელიც მორგებული ქონდა ორბანს, ხო, საკუთარ თავზე, საკუთარ პოლიტიკურ პარტიაზე. მაგრამ მე მინდა ეხლა აქ შემოვიტანო პოლიტპატიმრების თემა. აი წარმოიდგინეთ ჩვენთან არის ძალიან ბევრი რაღაცით გვანან ეს რეჟიმები ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ყავს პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ლიდერები ციხეში, ნაწილმა მოიხადა ვადა, მათ შორის თქვენი პარტიის ლიდერებმა, მაგრამ ახალი საქმე დაუდეს ფეხებთან, როგორც ნაღმი, რომელსაც როცა მოესურვებათ, მაშინ აუფეთქებენ ივანიშვილის გადაწყვეტილებით. აი უყურეთ, ეს არის თუ არა
ერთ-ერთი, არა ერთადერთი განმასხვავებელი და ძალიან სერიოზული განსხვავება არის თუ არა. როდესაც თქვენ საუბრობთ არჩევნებით მოგებაზე, აი ამ დროს ციხეში გამოკეტილი პოლიტიკური ლიდერები და კიდევ დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები არის თუ არა იმის გარანტია, რომ ივანიშვილი აუცილებლად ჯიბეში ჩაიდებს ნებისმიერი არჩევნების შედეგებს, იმიტომ რომ ციხეში წავა ყველა, ვისშიც ის დაინახავს საფრთხეს. აი ამაზე რა აზრი აქვს ამ რეალობაში მას არჩევნებზე გასვლას. თუმცა მესმის თქვენი არგუმენტი, ოდესღაც უნდა დამარცხდეს. ასე ვერ გაგრძელდება დიდხანს. ოდესღაც უნდა დამარცხდეს და თქვენ ამბობთ, რომ ეს ერთადერთი გზა, რაც თქვენ გესახებათ, არის არჩევნები. სწორი გზა. ეს არის სწორი გზა. იმისთვის რომ ივანიშვილი დამარცხდეს, იმისთვის რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობაც, სტაბილურობაც, ნაკლები ზიანი მიიღოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა, ეკონომიკამ და ასე შემდეგ. ეს არჩევნები არის სწორი გზა ამ პროცესში. პოლიტპატიმრების საკითხი. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ორბანი როგორც ავტორიტარი, დამნაშავე პოლიტიკოსი, რომელსაც უზარმაზარი დანაშაულების დასტა აქვს ჩადენილი, აუცილებლად პეტერ მადიარს დაიჭერდა მას რომ არჩევნები წაეგო. ანუ მადიარს რომ წაეგო არა მხოლოდ დაშვება კამპანიის პირობებში მის მიმართ წამოაყენა ორბანმა უმძიმესი ბრალდებები, რომელსაც აუცილებლად მისცემდა სამართლები და ეს პირობები დადებული ჰქონდა. პეტერ მადიარის მიმართ წამოაყენა სამართლებრივი ბრალდებები, მათ შორის არჩევნების დღეს ოპოზიციას აბრალებდა ამომრჩევლის მოსყიდვას და ამომრჩეველზე ზეწოლას იმდენად მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ. ხო წარმოგვიდგენია, რასთან გვაქვს საქმე. მას აუცილებლად დაიჭერდა რომ არა ის ძალიან დიდი უპირატესობა. ამიტომ საუბრობთ ჩვენ რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი უპირატესობა. როგორ? ეხლა არ ჩანს ეგ რეალობა, უპირატესობა რომ მიიღოთ. თუნდაც თქვენ ცალკე ან მთლიანად ოპოზიციამ, ხო? დაშინებული ხალხი, ციხეში გამოკეტილი და გამოსაკეტი ისევ გავიმეორებ, ვინაიდან თქვენ ხართ ჩემი სტუმარი, მათ შორის თქვენი ორი ლიდერის წინააღმდეგ არის აღძრული საქმე და რა წამშიც ივანიშვილი აღმოაჩენს, რომ შესაძლებელია რაღაც სერიოზული საფრთხე აქვს მას ძალაუფლების დაკარგვის, აი ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე და წავლენ ისევ ციხეში. კი ბატონო, ეს რისკები ძალიან მარტივად არსებობს, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნების წყვეტს გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიების შრომა, პოლიტიკური ლიდერების აქტიურობა, მაგრამ ქართველი ხალხი. ქართულ ხალხს გადაწყვეტილება თუ ექნება მიღებული, რომ დიდი უპირატესობით ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაირეცხოს პოლიტიკურ მოუსავლეთში, ეს ასე აუცილებლად მოხდება. რა ჭირდება ამას? ერთი ჭირდება შეცდომების გააზრება ჩვენი მხრიდან, ლელოს მხრიდან, სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მეტი სახალხო მუშაობა, სოციალურ საკითხებს გადავხედოთ მაგალითად კამპანიას, როგორ აწარმოეს წარმატებული კამპანია უნგრეთში. სოციალურ საკითხებზე მშვიდობის თემა არ უნდა ვაჩუქოთ ბიძინა ივანიშვილს. სოციალურ საკითხებზე საუბარი. მადიარი დადიოდა სოფელ-სოფელ, კარ-და-კარ, ქალაქებში და საუბრობდა იმ რეალურ სოციალურ საკითხებზე და პრობლემ. მე როცა სოციალურ საკითხებზე დავიწყე ლაპარაკი 1000 ლარიან პენსიაზე, ჯანდაცვის სფეროზე და სექტორზე, განათლების ხელმისაწვდომობაზე, ყველა იმ მნიშვნელოვან მუნიციპალურ საკითხზე როცა ვლაპარაკობდი, მოდიოდნენ ჩემთან ხან პოლიტიკოსი, ხან ჟურნალისტი და საყოველთაოდ რა დროს ამაზე საუბარია რუსული რეჟიმი, პოლიტპატიმრები გვახჩობენ. მაგრამ ვისაც ეს გააზრებული აქვს, რომ გვახჩობს დღეს ქართული ოცნება, პოლიტპატიმრების სიმძიმე, ჩვენი ქვეყნისთვის მორალური მდგომარეობისთვის გააზრებული, მას არ ჭირდება ახსნა. ამ სოციალური მესეჯებით მე ველაპარაკები იმ ხალხს, რომელიც მაგრამ ვერ მოიტანა მაგან შედეგი, ხო? მაგალითად იმიტომ რომ ჩვენ ვერ დავითანხმეთ და ვერ დავიყოლიეთ სხვა ოპოზიციური პარტიები, თუ აღიარებ იმას, რომ 20% აქვს ქართულ ოცნებას თბილისში და დედაქალაქში, როგორ შეიძლება 80% 20% დაუთმო თბილისი და არ გამოაცალო ეს უმნიშვნელოვანესი საყრდენი რესურსულად, პოლიტიკურად თბილისის მერობის კანდიდატი, რომელიც შეთანხმებულ მე ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, ძალიან ნათლად გასაგები რომ იყოს, საუბრობდით მაგალითად სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც შეთანხმებული კანდიდატი უნდა ყოფილიყო, რომელსაც უნდა ეწარმოებინა სოციალური კამპანია, პოლიტიკური კამპანია. თვითონ თანახმა იყო სალომე. მე ნათქვამი მაქვს, თვითონ თანახმა იყო, შემდეგ ძალიან უცნაური მოცემულობა დადგა, რომ უარყო ეს ყველაფერი გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც არჩევნების გზა მოიწონა. უცნაურია ხოლმე მისი ეს პოზიციების ცვალებადობა, მაგრამ როგორც რაც გვაქვს, ის გვაქვს. მაგრამ ამის მიუხედავად და უბრალოდ
ძირითად საკითხს. მთავარი საკითხი არის ის, რომ დღეს მოქალაქეებს უნდა ვესაუბროთ მათ რეალურ პრობლემებზე. ვისაც გააზრებული აქვს, რომ რუსული რეჟიმია, პოლიტპატიმრები რო გყავს, მედიას რომ აღრჩობენ, ყველა სიღარიბეში რო გვახრჩობენ, მათ რაღა უნდა ვასწავლო. ეს ადამიანები პროტესტში არიან, მონაწილეობენ. მათ უნდა ველაპარაკოთ, უნდა უთხრათ, რომ ძარცვავენ საქართველოს ბიუჯეტს, ძარცვავენ მათ განვითარების შესაძლებლობას. ის რომ 7 მილიონი დოლარი ამოუღეს ირაკლი ღარიბაშვილს, ვისი 7 მილიონი დოლარი იყო? ის რომ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცები გაქურდა, დააყაჩაღა რეალურად. ჯარისკაცებს ჯანდაცვის აპარატი, MRT-ის აპარატზე მოპარა ფული, სოციალურად დაუცველებს სასადილოში ლარი და 70 რო აქვს საკვებისთვის გამოყოფილი და იქაც რო 3 მილიონი მოიპარა სამმა კაცმა რამდენიმე წლის განმავლობაში. ანუ ყველგან ფული მოიპარეს. ყველგან ფული შიერს და სოციალურ დაუცველს მოპარეს, ჯარისკაცს მოპარეს, მასწავლებელს მოპარეს, ყველას თითოეულ პენსიონერს მოპარეს, ანაკლია მოპარეს პენსიონერებს. ანაკლიაზე ეხლა მსჯელობა რო წავიდა. რატო წავიდა ეს მსჯელობა? იმიტომ რომ ახალი ფანჯარა გაიხსნა. ანაკლიას 2020 წელს უნდა მიიღო პირველი გემი. პირველი გემი, საიდანაც ასეულობით მილიონი ლარით უნდა შევსებულიყო საქართველოს ბიუჯეტი. დღეს რას ვხედავთ? დღეს ვხედავთ, რომ ანაკლიაზე ისევ ლაპარაკობს ქართული. ანუ ეხლა აპირებთ, რომ ხელახლა დაიწყოთ ადამიანებთან შეხვედრები, მათ შორის თბილისის მიღმაც და ამ სოციალურ საკითხებზე საუბარი. აი, უცებ რომ გადაწყვიტოს იზოლაციაში მყოფმა ოცნებამ რა ივანიშვილმა დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და ჩანიშნოს არჩევნები, იმიტომ რომ მოცემულობა იცვლება, იმიტომ რომ შესაძლებელია მას ლეგიტიმაციისთვის დასჭირდეს უკვე იმ თავარი მოთხოვნის და რეკომენდაციის შესრულება, რომელიც დიდი ხანია უდევს ერთი არჩევნების დანიშვნა და მეორე პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სინდის პატიმრების გამოშვება. აი, უცებ რომ ივანიშვილმა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩანიშნოს ვადამდელი არჩევნები. თქვენ მოახერხებთ ფორმაში ხართ? როგორ ფორმაში ხართ? მოახერხებთ ივანიშვილის დამარცხებას? ოპოზიცია მოახერხებს ქართული ოცნების დამარცხებას? პირველ შეკითხვას უპასუხებ ძალიან მარტივად. ჩვენ არ ვაპირებთ რომ ახლა დავიწყოთ. დაწყებული გვაქვს დიდი ხანია, წინა კვირას მე რამდენიმე მუნიციპალიტეტში და რაიონში ვიყავი, სხვადასხვა რეგიონში ვიყავი, მოქალაქეებს ხვდებით კამერების გარეშე, ზოგან ვიდეო კამერებით, ზოგან სელფით, ზოგან რამდენად ბევრი ადამიანი ინტერესდება ამ შეხვედრებში. ინტერესი არის მართლა ძალიან მაღალი. არასწორი ფორმულირება, ბედავს ვიტყვი. კი ბატონო. რამდენად ბევრი ადამიანი ბედავს შეხვდეს ოპოზიციას. პირველ რიგში ჩემი და ჩვენი პარტიის სტრატეგია არ არის რაღაც ესეთი დიდი შეხვედრები, სადაც გამოსაჩენად ფოტოები უნდა გადაიღოს შემდეგ და სუს რეალურად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებით მიაწოდო, რომ აი ეს ადამიანები შეიკრიბნენ. ამათთან შეგიძლია მიხვიდე, შეაშინო, იძალადო, ზეწოლა მოახდინო და ამ შემდეგ. ყოველგვარი რაღაცა მსგავსი საჯაროობის გარეშე სახალხოდ ინდივიდუალურად სახლებში ყველგან ხვდებით ბაზრობებზე ყველგან ხვდებით საქართველოს მოქალაქეებს. ბრაზი არის ძალიან დიდი. ისინი ელოდებიან ცვლილებებს. ამ ცვლილებების sapasუხოდ ჭირდებათ ერთიანი სტრატეგია, არა ერთიანობა, რომ აი ყველა ერთ ჯამში ჩახტით, ყველა ერთ ფერზე გადაიღებთ. ერთიანი სტრატეგიას ელოდებიან. ერთიანი სტრატეგია, რაც პრობლემაა სერიოზული, იმიტომ რომ მე ვსაუბრობ არჩევნებზე, ვიღაცა საუბრობს დამხობაზე, ვიღაცა საუბრობს, რომ აი თავისი მე ვიქნები აქა, ვიბრძოლებ და თავისი ჩამოიშლება. სუსაც გადმომაბარებს, პროკურატურასაც გადმომაბარებს, ცესკოსაც. მე მოუგებ არჩევნებს და მე დავიჭერ ივანიშვილს. რაღაც ილუზიებში ვართ და ამ დროს ხო პოლიტპატიმრები გვყავს საპატიმროში, დრო გადის, ნახევარი პატიმრობის ვადა ნაწილმა უკვე გაიარა. მე აღდგომას დამირეკა ჩემმა ვეფხია კასრაძემ, ჩვენმა პოლიტპატიმარმა ვასო კაძელაშვილმა, ალეკომ წერილი გამომიგზავნა. ამ ადამიანებს ვეკონტაქტებით 29-ზე, მათთვის არ არის მარტივი ყოფნა, თუმცა ძალიან ვაჟკაცურად ისინი იხდიან უსამართლო უკანონო სასჯელს. რომ ჩანიშნოს ივანიშვილმა, თქო კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არჩევნები იმისთვის რომ ოცნებამ დაიბრუნოს ლეგიტიმაცია, ამ შემთხვევაში ფიქრობთ რომ დამარცხდება ივანიშვილი? ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება. აი ამ მოცემულობით რაც ეხლა დამარცხდება ტოტალური მობილიზების პირობებში. ოპოზიციის ტოტალური მობილიზების პირობებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არის გარდაუვალი. რატომ მე-16 წელს ორბანის დამარცხება? ეს ძალიან საინტერესო ამბავია. რეალურად ქართულ ოცნებას და ვიქტორ ორბანს
მსგავსი ვადები აქვთ. პროპაგანდასაც აქვს თავისი ლიმიტები, პროპაგანდასაც აქვს თავისი ზღვარი, რის შემდეგაც აღარ მუშაობს. აღარ მუშაობს რაღაც გარეჯი საქართველოს ტყუილი, როცა ალიევი მეხუთეჯერ ჩამოუვიდა სტუმრად და ერთხელ ვერ დაძრა, ვერც ივანიშვილმა, ვერც კობახიძემ, ვერც ღარიბაშვილმა თავის დროზე რომ ხო, გარეჯი საქართველოა და იქნება ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. აღარ იმუშავებს ისე აქტიურად ომის შიში, მუშაობს, ეცნა ვაღიაროთ, მაგრამ ისე აქტიურად აღარ იმუშავებს. ორბანის საარჩევნო კამპანიაც იდგა და სულ იდგა ამ ხაზზე ომის შიშზე და კლიპებიც კი უკრაინის კადრებზე იყო აგებული ოცნების შემთხვევაშიც და ორბანის შემთხვევაშიც, ფიდეც შემთხვევაშიც, ხო? აი აქაც და არ იმუშავა. ამაში გეთანხმებით, მაგრამ ლიმიტებია. ამდენი წლის განმავლობაში რა ფორმაშია, ოპოზიცია რა ფორმაშია. მე შემიძლია ვთქვა ლელოზე. ლელო არის ახლა იმ ფორმაში, რომ შეუძლია უმნიშვნელოვანესი, ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი როლი შეიტანოს ივანიშვილის სახლში გაშვებაში. თუმცა ლელო არ არის საკმარისი ივანიშვილის სახლში გასაშვებად. ამისთვის საჭიროა, რომ აქეთ მხარეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ ეროვნული პატრიოტული გადაწყვეტილება და თქვან რომ არც ერთი ბრძოლის ველს არ დაუტოვებენ ივანიშვილს. არ გაატანენ თავისუფლად 20%-იან კახა კალაძეს დედაქალაქს. არ გაატანენ ნებისმიერ მოცემულობაში. მადიარისთვის ეს რომ გეკითხათ თქვენ რომ გეკითხათ დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრისთვის იმ საარჩევნო პირობებში არჩევნებში წავიდოდა თუ არ წავიდოდა. უნდა დაკომპლექსებულიყო ამით? არ უნდა წასულიყო ბრძოლაში? არა, უნდა წასულიყო. წავიდა, დაარწმუნა კიდეც უნგრელი მოქალაქეები და მოიგო კიდევაც. აი ეგ არის ზუსტად ამის რომ ჩვენ თავადვე ვეხმარებით ხშირად ივანიშვილს პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, აქტივისტები, როცა რწმენას ვკარგავთ რაღაცეების მიმართ. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი რომ დავაბრუნოთ რწმენა, ვისაუბროთ სოციალურ საკითხებზე, ვისაუბროთ სწორ პოლიტიკურ სტრატეგიაზე, 1000 ლარიან პენსიაზე, ანაკლის აშენებაზე, ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელთაც შეიძლება მივწვდეთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მისაყვანია საარჩევნო უბნებში, ურნებთან, რომელმაც უნდა გადახაზონ ქართული ოცნება სამოქალაქო. ანუ რომ დაინიშნოს ეხლა რატომ ავიკვიატე ეს, მაგრამ მაინც ლელო აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. გავა არჩევნებში. აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და ვიბრძოლებთ ყველგან.